ვაშლის ძმარი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება როგორც პოპულარული შინაური საშუალება და მას ჯანმრთელობისთვის ბევრ დადებით თვისებას მიაწერენ. მეცნიერებად სულ უფრო და უფრო ინტერესდება მისი დადებითი თვისებებით და ძალიან ბევრი კვლევა ტარდება. ბევრი ადამიანი იქნება ეს გასახდომად თუ მონელების დასახმარებლად ვაშლის ძმარს დილით ან კვებამდე ცოტა ხნით ადრე იღებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ვაშლის ძმარს ცილის წინ მიირთმევ? ზოგისთვის ეს გენიალურია, სხვებისთვის კი რისკიანი. მოდით ვნახოთ, შენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნები. ვაშლის ძმარი ისევ აქტუალურია მედიისთვის განსაკუთრებით წონაში დაკლების თვალსაზრისით, რადგან ის მართლაც აჩქარებს მეტაბოლიზმს. მაგრამ მისი მიღების დრო ნამდვილად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვაშლის ძმრის დადებითი თვისებების დიდი ნაწილი მეცნიერულად არის შესწავლილი და დადასტურებულიც. სწორედ ამიტომ ამ საშუალების პოპულარულობა განუზომლად დიდია მსოფლიო მასშტაბით. ამის მიზეზი სხვებთან ერთად ერთი ძალიან დიდი ფაქტორი არსებობს, ეს არის ის, რომ ასაკთან ერთად ერთი დიდი პრობლემა ჩნდება. ეს არის კუჭის მჟავის ნაკლებობა. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ხანდაზმულ ასაკში ნაკლები კუჭის მჟავა აქვს. ვაშლის ძმარი კუჭის მჟავაზე ოდნავ სუსტია. მაგრამ როცა ვაშლის ძმარს იღებ, ის კუჭის მჟავას წარმოებას ასტიმულირებს და მონელების ფერმენტებს, პეპსინს, პანკრეასის ფერმენტებს და სხვებს ააქტიურებს. ამის შედეგად ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება უკეთ მიმდინარეობს. თუ უფრო ძლიერი ეფექტი გინდა, შეგიძლია ბეტაინი HCl მიიღო მონელების ფერმენტებთან ერთად. ესეც მჟავე ნივთიერება, მაგრამ ფერმენტებიც ემატება. ასე საჭმლის მონელებას კარგად დაეხმრები. თუ კუჭში წინასწარი მონელება ოპტიმალურად არ მუშაობს, მაგალითად ასაკთან ერთად კუჭის მჟავის ნაკლებობის გამო, მაშინ აზრი აქვს ვაშლის ძმრის მიღებას ან რომელიმე ალტერნატივის გამოყენებას. რადგან ამ კუჭის მიერ საკვების წინასწარი მომზადების გარეშე საკვების ნარჩენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ნაკლებად დაშლილი ხდება. ამან კი შეიძლება შებერილობა, დუღილი ფერმენტაცია გამოიწვიოს, რის შედეგადაც ის ცოტა მჟავა მაღლა ამოიწევს და გულწმარვა გიჩნდება. და რაც კიდევ ხდება, ეს არის ის, რომ შეიძლება ვიტამინების და მინერალების დეფიციტიც წარმოიშვას. რა ხდება, როცა ვაშლის ძმარს დილით, ცარიელ კუჭზე ან ჭამამდე იღებ? როგორც ვთქვით, იზრდება კუჭის მჟავის წარმოება და ფერმენტების გამომუშავება. და ეს ბევრისთვის პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ვაშლის ძმარი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მჟავეა, შეიძლება გულწმარვის შემცირებას დაეხმაროს, თუ ეს კუჭის მჟავის ნაკლებობის გამოა წარმოშობილი. სწორედ არასაკმარისად მონელებული საკვები ხშირად ხდება რეფლუქსის მიზეზი, რადგან ეს მოუნელებელი საკვები უბრალოდ დევს და მჟავას ზემოთ აწვება. რა უნდა გავითვალისწინოთ ვაშლის ძმართან დაკავშირებით, თუ კუჭის პრობლემები გაქვს? ხშირად გულწმარვა სწორედ იმით აიხსნება, რომ ადამიანებს კუჭის მჟავა არ ყოფნით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სინამდვილეში ვაშლის ძმარი საკვები ნივთიერებების დეფიციტების პრევენციასაც ეხმარება. კუჭ-ნაწლავში სწორი ტუტემჟავური ბალანსი ხელს უწყობს ნუტრიენტების უკეთ შეწოვას, ცილებიდან დაწყებული, შემდეგ რკინა, კალციუმი და მაგნიუმი. და აქ ვაშლის ძმარს შეუძლია პატარა წვლილი შეიტანოს, რომ ნუტრიენტები საკმარისად შევიწოვოთ. ახლა გადავიდეთ სისხლში შაქარზე, რადგან ბევრმა ეს კარგად არ იცის. ვაშლის ძმარი ანელებს კუჭის დაცლას. ხოლო იმის გამო, რომ კუჭი გვიან იცლება, სისხლში შაქრის მკვეთრი ავარდნა და დავარნა ქრება. და როცა ვაშლის ძმარს საღამოს ვიღებთ, ის დილის სისხლში შაქრის მაჩვენებელს ამცირებს, თუმცა არა ყველასთვის, მაგდამ ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით. გარდა ამისა, ინსულინიც უკეთ მუშაობს და ამას ბევრი კვლევა ადასტურებს. კითხვა: როგორ ეხმარება ვაშლის ძმარი გახდომას და ცხიმის წვას? ვაშლის ძმარი აქტიურებს ფერმენტს, რომელიც აჩქარებს ცხიმის მონელებას და ენერგიის დაგროვებას არეგულირებს. ჭარბწონიან ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაშლის ძმრის ყოველდღიური მიღება შეიძლება სხეულის წონის, გარშემო წერილობის, ასევე წელის თეძოს ზომებისა და სხეულის ცხიმის პროცენტის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევდეს. მაგრამ აქ ის არ იგულისხმება, რომ რადგან ვაშლის ძმარს ღებულობ, პორციებიც გაზარდო ან დაბატებითი ნუგბარის უფლება მისცე თავს. ანუ უნდა მოусმინო შენს ორგანიზმს, ჯამადროულად შეწყვიტო და დესერტზე უარი თქვა. აი რას ამბობენ კვლევები. ჭარბწონიანი ან დიაბეტიანი ადამიანები, ვინც 12 კვირის განმავლობაში დღეში გადანაწილებულად 2 სუფრისკოვს გაზავებულ ვაშლის ძმარს სვამდა, განსაკუთრებულ შედეგს იღებდნენ. გარდა ამისა, სისხლში შაქრის დონის, ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაჩვენებლების გაუმჯობესებაც აღინიშნება. თუმცა ამისთვის უფრო ხანგრძლივი პერიოდია საჭირო, დაახლოებით 4-დან 12 კვირამდე უნდა მიიღო ვაშლის ძმარი, რომ ამ ეფექტებმა იჩინოს თავი.
კვლევები აჩვენებენ, რომ უკვე დაახლოებით 10 მილილიტრი ვაშლის წმრის ყოველდღიური მიღებითაც კი ლიპიდური პროფილი განსაკუთრებით დიაბეტიანებში უმჯობესდება. მოდით ვნახოთ, როდის და როგორ უნდა მიიღო, ან საერთოდ აზრი აქვს თუ არა კონკრეტულად შენთვის მის მიღებას თუ ჯობს საერთოდ მოერიდო. დავიწყოთ დილით მიღებით, როდის აქვს აზრი ვაშლის წმარით ცარიელ კუჭზე მივიღოთ. როგორც ვთქვი, ადამიანები მონელების პრობლემებით, მაგალითად სიმძიმის შეგრძნებით და ასე შემდეგ ხშირად ამბობენ, რომ დილით ვაშლის წმარი ძალიან ეხმარებათ. თუმცა იმ ადამიანებზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, ვისაც მგრძნობიარე კუჭი აქვს. ჭარბად განზავებული ვაშლის წმრის მიღებამაც კი შეიძლება მათში კუჭისთვის შეგრძნება გამოიწვიოს. ადვილად გაიგებ თუ შენთვის არ არის. რეაქციას დააკვირდი, ან თუ უკვე იცი, რომ მჟავიანობასთან პრობლემა გაქვს, ვაშლის წმარი შენთვის უბრალოდ არ არის. ზოგადად, დილით ვაშლის წმარი უფრო ცხიმის წვას უჭერს მხარს. თუ ვაშლის წმრიან წყალს ჭამამდე იღებთ დაახლოებით 15-30 წუთით ადრე უნდა მიიღო, მაშინ მას მონელების გამაძლიერებელი ეფექტი აქვს, ანუ წმარი აუმჯობესებს მონელებას და ნუტრიენტების შეწოვას. ხდება კუჭის მჟავის სტიმულაცია, როგორც ირიბად, ასევე პირდაპირ. გაითვალისწინე, სალატზე მოსხმული ძმარი არ იგულისხმება და არ ითვლება. და რა ხდება თუ ვაშლის ძმარს კვებამდე ვიღებთ? ამ დროს მცირდება სისხლში შაქრის მკვეთრი ნახტომები, განსაკუთრებით ნახშირწყლებით მდიდარი კვების დროს, სადაც ეს უფრო ხშირად ხდება. კვლევების მიხედვით, ყველაზე კარგად დადასტურებული დრო საერთო ჯამში კვებამდე 15-დან 30 წუთამდე ადრე მიღებაა. მაგრამ რა ხდება, თუ ვაშლის ძმარს საღამოს ან ძილის წინ ვიღებთ? აქ ძირითადად იგივე ხდება, მაგრამ ცოტა უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ღამით სისხლში შაქრის დონე სტაბილურდება. ეს ძმარმჟავა ღვიძლიდან გლუკოზის გამოყოფას ანელებს და ასევე ანელებს კუჭის დაცლას. არსებობს კვლევები, დაახლოებით 2 სუფრისკოვზი ტიპი 2 დიაბეტიანებში ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ შაქრის ცვლის დარღვევის მქონე ადამიანებში ღამით შეიძლება შაქრის რყევები, კონკრეტულად დაბალი შაქარი განვითარდეს. და თუნდაც გვიან არ ჭამოთ, სისხლში შაქარი მაინც შეიძლება ღამით ირყეოდეს, განსაკუთრებით თუ ინსულინ რეზისტენტობაც ახლავს ან დიაბეტიც. ღამით შაქრის ძლიერი დაცემა კი არ გვინდა. რატომ? ეს აძლიერებს სტრეს ჰორმონებს. ანუ შეიძლება ამან გულისცემა გაახშიროს, გაგაღვიძოთ ან ზოგადად მოუსვენარი ძილი გამოიწვიოს. და ხშირად პარადოქსულად ხდება ისიც, რომ დილით, ძალიან ადრე, სისხლში შაქარი იზრდება და მაღალი მაჩვენებლით იღვიძებ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იკვებე და ყველაფერი სწორად გავაკეთე. ან ვაშლის ძმარმა საღამოს შეიძლება მხარდამჭერად იმოქმედოს, რომ ღამით შაქრის მრუდი უფრო სტაბილური იყოს და ამგვარი რყევები შეამციროს. რას ამბობს კვლევა? არსებობს პატარა კვლევა ტიპი 2 დიაბეტიანებში, მათ მისცეს 2 სუფრისკოვზი გაზავებული ვაშლის ძმარი ძილის წინ და მეორე დილით პაციენტებს მნიშვნელოვნად ნაკლები მაღალი შაქრის მაჩვენებლები ჰქონდათ. ვინ არ უნდა გააკეთოს ეს, ან ვინ უნდა მოერიდოს? პირველ რიგში ტიპი 1 დიაბეტიანები, რისკი ძალიან მაღალია, რომ ღამით ეს შაქრის რყევები შეუმჩნევლად დაბალი შაქრისკენ განვითარდეს. და ასევე ადამიანები, ვინც ინსულინს ან შაქრის დამწევ მედიკამენტებს იღებენ, დღისით პრობლემა არ არის, მაგრამ ღამით თუ ვაშლის ძმარს მიიღებენ, შეიძლება შაქარი ძალიან დაეწიოთ. და თუ ზუსტად იცი, რომ უკვე გაქვს შაქრის რყევები ან ღამით ან დილით ადგომისას დაბალ შაქრისკენ მიდრეკილი ხარ, ან არეული ძილი გაქვს, ვაშლის ძმრის ძილის წინ მიღებას არ გირჩევ, რადგან შეიძლება ძილის ხარისხი ირიბად გაუარესდეს. თუ ეს ყველაფერი შენზე არ ვრცელდება და ვაშლის ძმარს იღებ, მაშინ ის სისხლში შაქარს ასტაბილურებს, შაქარი ოდნავ დაბლად ჩამოდის და ამან შეიძლება ღამით სტრესის ჰორმონების გამოყოფაც შეამციროს. რაც დოზირებას შეეხება, საღამოს აზრს მოკლებული არ იქნებოდა 9-დან 1 სუფრისკოვზამდე ვაშლის ძმარი მიიღო, დილით კი შეგიძლია გაცილებით მეტი მიიღო. დღისით რამდენიმე სუფრისკოვზი პრობლემა არ არის, თუ კუჭი კარგად იტანს. თუ იცი, რომ ძმარი გულძმარვას გმართებს, თუ კუჭის წყლულისკენ მიდრეკილება გაქვს, თუ მჟავიანობაზე მგრძნობიარე ხარ და ასე შემდეგ, ეს არ გააკეთო. და ყოველთვის გააზავე ვაშლის ძმარი წყალში, ნახევარ ჩიქაში ან ისე, როგორც გემოთ იგირჩევნიათ. ვაშლის ძმრის გამოყენებისას ეს რჩევები უნდა გაითვალისწინო. არასოდეს დალიო გაუზავებელი ძმარი. ნელა და საწრუპავის საშუალებით დალიე, რომ კბილებთან ნაკლებად ჰქონდეს კონტაქტი, შემდეგ კი პირში წყალი გამოივლე. გარდა ამისა მინიმუმ 30 წუთი კბილების გახეხვამდე დაახანე. კურსის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1-2 თვეა, შემდეგ აუცილებელია შესვენება რამდენიმე კვირა მაინც. ვაშლის ძმრის მიღება როგორც წესი არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულის, გასტრიტის და მაღალი მჟავიანობის დროს. კბილის ემალის დაზიანების, ეროზიების დროს.
თირკმლის, გვიძლის, გულის სერიოზული დაავადებების, ორსულობისა და ლაქტაციისას გამოყენებამდე ექიმს დაეკითხე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.